სისტემური რეგისტრაციების დასრულების შემდეგ ყველა ქონება, რომელსაც კერძო საკუთრება ვერ დაუდასტურდება, საბოლოო ჯამში გახდება სახელმწიფო საკუთრება. სხვა რიჭამია, რომელიც მცხეთის ზონაში შედიოდა. ეს არის საყოველთაოდ ბურუსით მოცული, რადგან 70-იან წლებში პრაქტიკულად მებაღეობის დასაწყისში, შემდეგ ატყდა კავშირში ერთი ამბავი, რომ მოსახლეობა მაგარაკები აიშენა, რაღაც პრივილეგირებული კასტა ყალიბდება ქვეყანაში და ამ საყოველთაო აურზაურს თავისთავად სისტემამაც აუწყო ფეხი და ადამიანებს ჩამოართვა სისტემა ეს აგარაკები და გადაწყვიტა აქ პიონერთა ბანაკების მოწყობა. მაგრამ თავისთავად მას შემდეგ რაც დაიწყო ეგრეთ წოდებული პერესტროიკის პერიოდი და სისტემამ გაიაზრა რომ ღრმა კომუნიზმში არ უნდა ჩარჩენილიყო, გაახსენდათ რომ თუ სხვაგან აძლევდნენ ადამიანებს აგარაკე ნაკვეთებს, ის ხალხი მით უმეტეს არ უნდა დაზარალებულიყო, ვინც დასაწყისშივე მიიღო აქ ნაკვეთები და ეტაპობრივად დაიწყეს დაბრუნება ამ ადამიანებისთვის ადრე გაცემული ტერიტორიების. შესაბამისად, ამ ისტორიის გათვალისწინებით ბევრს ეგონა რომ თავის დროზე ჩამორთმევა ნიშნავდა რომ საბოლოოდ დაკარგეს ამ ნაკვეთებზე უფლება და რეალურად გვაქვს ის შედეგი რომ ჯერ კიდევ 90-იანი წლების დასასრულს ვიდრე საბჭოთა კავშირი დასრულდებოდა ეტაპობრივად დაიწყეს აქ ადამიანებისთვის ძველი ჩამორთმეული ნაკვეთების დაბრუნება. და დღეს უკვე თუ ისტორიულად გახსოვთ რომ აქ ნაკვეთი გქონდა თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრს მიღებული, უფლების აღდგენა თავისუფლად არის შესაძლებელი. უბრალოდ დღეს უკვე სახელმწიფოს განზრახული აქვს ჩამკეტივა დაამუშაოს და მოთხოვნები რომელიც ამ ნაკვეთებზე გაგაჩნიათ, უნდა მოასწროთ და დააყენოთ 2025 წლის ბოლომდე, რადგან სისტემური რეგისტრაციების დასრულების შემდეგ ყველა ქონება, რომელსაც კერძო საკუთრება ვერ დაუდასტურდება, საბოლოო ჯამში გახდება სახელმწიფო საკუთრება.